ჩემი პირველი ვიზიტია ბარსელონაში. არ ვაპირებდი ბარსელონაში ვლოგისთვის კადრების აღებას, მაგრამ აწაზე შემოგაჭყიდებთ თქვენთ და ჩემს თავს მოგონებებს დავუტოვებ YouTube-ზეც ბარსელონიდან. ჯერჯერობით ჩემს ფავორიტ ევროპულ ქალაქებში ბარსელონა არ იკავებს არც ერთ ადგილს. ათეულშიც კი არ არის. მოზილას ფესტივალზე ვართ რამდენიმე კრეატორი და ვერ ვიტყვი რომ წინა 3 დღე ტურისტულად გავატარე გუშინ შევძელი რამდენიმე ადგილის დათვალიერება. ჯერ კიდევ არ მინახავს საგრადა. არ ვიცი როგორ მოვახერხე, მაგრამ იქით მხარეს ვერაფრით ვერ მოვხვდი. ახლა მივდივარ უზარმაზარ ვინტაჟურ პავილიონში თუ რა ქვია, არ ვიცი. თან შორს არის და ვაპირებ რომ ველოსიპედით წავიდე. ველოსიპედით უკვე ვიარე პირველ დღეს და ჩემი ტრადიცია რომ სხვადასხვა ქალაქში ველოსიპედით შემოვიარო რაღაც ნაწილი მაინც შევასრულე. ამინდი არის საოცარი, ნოემბერია და მოკლე მკლავიანი თუ არ. კიდევ ერთი მიზეზი მაქვს დღეს რატომაც დავიწყე ვლოგის გადაღება. ჩემი გამომწერია ერთ-ერთი, ვინც ცხოვრობს ბარსელონაში და აქვს ხოლმე ტურები და დღეს შემოგთავაზა რომ მეო დაგათვალიერებინოთ ცოტა სხვანაირ ბარსელონასო და მეთქი სიამოვნებით. მაინტერესებს თუ გადამაფიქრებინებს და თუ შემაცვლევინებს აზრს. თურმე საგრადასკენ ყოფილა ეს ვინტაჟური მაღაზია და შემოვირბინე რა, ბარემ ამასაც ვნახავ და თან ლოკალივით ცოტა ვაიგნორებ, ვითომ პირველად არ ვნახულობ, მაგრამ ხახო ჯერ შორს ვარ და აქედანაც უზარმაზარია და შთამბეჭდავია მინდა გითხრათ. მოვედი, ტაქსმას დაახლოებით იგივე დამიწერა, მაგრამ ტაქსით ხომ ვერსად ვერ გავჩერდებოდი, სადაც მომინდებოდა და ვერ დავათვალიერებდი. საერთოდ სხვა გამოცდილებაა ველოსიპედით სიარული ქალაქში. აქაური მშრალი ხიდია რა. მე ხო ყველა ლოკაციაზე ქართული ასოციაცია მაქვს. გუშინ მაგალითად ვნახეთ ვაკის პარკი, თაწმინდის პარკი და ექსპო ჯორჯია. დღეს ვნახულობ მშრალ ხიდს. ერთადერთი რასაც ვიყიდედი არის კამერა, მაგრამ რო არ ვიცი საერთოდ ჩაირთვება თუ არა. კიდე დიდი სიამოვნებით წავიღებდი საკარაქეს რო არ გამიტყდებოდეს. არ ვიცი ოტო, მაგრამ ოდნავ მეტი მოლოდინი მქონდა. დაახლოებით 20 евро ღირს საშუალოდ თითო ნივთი. ისეთი არაფერი არის, რასაც მშრალხიდზე ვერ იპოვი. სათვალე ვიყიდე 5 евро და ისეთი მსუბუქი და ისეთი სუსტია, რომ აი მეშინია რომ არ შემომატყდეს. ვიფიქრე რომ მინიატურულ რაღაცებს მაინც წავიღებდი საჩუქრებად, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული არ იყო და ისევ სტანდარტულ სუვენირებს მივაწვევი. ვინც კარგად მიცნობთ არ გაგიკვირდებათ ახლა სადაც მოვედი. საჩუქრები უნდა შევარჩიო რა ვქნა და ეს არის საუკეთესო ადგილი ყველგან და ყოველთვის. აქ უკვე ახალი წელია. სანამ ტურზე გავალთ, მე იო და ვენერო გავჩერდით საჭმელად. მე ავიღე ნიოკი და კალმარი, რომელიც უგემრიელესია. ამ კურტკას რეკომენდაციას ვუწევ. ისეთი თბილია და ისეთი თხელი და მსუბუქია, რომ ვერ წარმომიდგენია რანაირად შეიძლება ეგ ორი ერთად იყოს. ისე დამცხარო, უბრალოდ ჩავკუჭე და ჩამოვიკიდე ჩანთაზე. და კარგი გადაწყვეტილება იყო ამის ყიდვა Uniqlo-ში. დღეს მინდა რომ ქალაქის ისტორიული ნაწილი ვნახოთ, კათედრალი ვნახოთ, გოთიკური უბანი ვნახოთ, რაც დამახასიათებელი არის, მუსიკის სასახლე ვნახოთ, ყველაფერს ვნახავთ. საქორწინო მოგზაურობაში 9 წლის წინ ჩამოვედი ჩემს ბიჭთან ერთად, ისე მომეწონა რომ დავრჩი სამუდამოდ და ტურისტებს ესე ვეუბნები ხოლმე რომ აი მე როგორც აღვთოვანდი და მართლა ერთი ნახოთ შემიყვარდა ეს ქალაქი, იმას ვუზიარებ რეალურად ადამიანებს და დღის ბოლოს დარჩენა თუ არა მეორედ და მესამედ ჩამოსვლა უნდა მოგანდომოთ აუცილებლად. ნახოთ თუ შემაცვლებინებს აზრს. და სამადლობელით მინდა და ზოგადად დამეწყვა თქვენი ყველას მიმართ, რომ ჩემს სათქმელსაც იძახით, ჩემს საქმესაც აკეთებთ და ეხლა არ მინდა რომ გული ამიჩუყოდეს, თორე რეალურად თქვენნაირი ადამიანების გამო მენატრება მე ჩემი საქართველო და ერთადერთი მიზეზი რის გამოც შეიძლება დავბრუნდა მართლა ეგ არის რა. ტურს ვიწყებთ, ესე იგი, მთავარი ცენტრალური მოედნიდან, რომელიც არის გამყოფი ძველი და ახალი ბარსელონის, სადაც მივდივართ ახლა ეს გოთიკურ კვარტალს, რასაც ეძახიან, ეს არის ქალაქის აი დაარსების, ძველი დაარსების ადგილი. ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში არის დაარსებული ბარსელონა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და თან რომაელების მიერ და ჩვენ ამ დაარსების, ასე ვთქვათ, არტეფაქტებს ვნახავთ. თუმცა მთავარი გარდამტეხი მომენტი, რაც მოხდა ქალაქის ისტორიაში და ზოგადად კატალონიის ისტორიაში, იყო მე-19 საუკუნის 50-იანი წლები, როცა დაიწყო დიდი ინდუსტრიული რევოლუცია და მოკლედ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეგიონებიდან ხალხმა დაიწყო აქ ჩამოსვლა, იმიტომ რომ მოწინავე მხარე იყო კატალონია და ეს ბარსელონაც ერთ-ერთი ცენტრი და ის ძველი ქალაქი, უკვე ეს გალავნით გარშემორტყმული პატარა ქალაქი ვეღარ იტევდა ამდენ მაცხოვრებელს და საჭირო გახდა რომ გაფართოვებულიყო ქალაქი და ზედხედიმ რომ გინახავთ ბარსელონის აი სწორხაზოვნა და
კვადრატებად დაპროექტებული ეიშამპლეს რაიონს, რასაც ეძახიან, ეიშამპლე პირდაპირ ნიშნავს გაფართოვებას რა. ეს არის აი ეს ზედა მხარე, ზედა უბანი, კვადრატებად დაპროექტებული საოცარი ჩანაფიქრი, რომელიც იდეფონსერდა იყო ესეთი ინჟინერ არქიტექტორი, ვინც მოიფიქრა ეგ ასე ვთქვათ, დაგეგმარება. წარმოიდგინეთ, ქუჩების სიგანე, სახლების სიმაღლე სპეციალურად შერჩეული ისე რომ დღის განმავლობაში მაგალითად მზეთანაბრად გადანაწილებული იყო, ვენტილაცია ძალიან სწორად მომხდარიყო და აი ახალი ქალაქში მოკლედ ესე ვთქვათ, უფრო ესე კარგად უნდა ესუნთქა ადამიანებს, იმიტომ რომ ის ძველი უბანი არის ვიწრო ქუჩებით, რაღაცა ბევრი პრობლემით დატვირთული. სხვათა შორის ახალგაზრდა პიკასოს, 17 წლის პიკასოს ამ რესტორანში ქონდა პირველი გამოფენა. მენიუც პიკასოს დახატულია და დღემდე იმ გარეკანს იყენებენ პიკასოს დახატულ და გინალი ასე ვთქვათ, დეტალები შენარჩუნებულია და დღემდე ძალიან პოპულარული რესტორანია. თვითონ შენობაშიც, ანუ მაღლა სასტუმრო იყო, დაბლა რესტორანი, გოთიკურ სტილში არის შესრულებული. თუ ვიძახი ხოლმე რომ აი როგორ უნდა გაუმართლოს ქალაქს, რომ ერთ პერიოდში, ნუ გაუდი ახლა ყველა მიცის, რა თქმა უნდა, ცნობილი არქიტექტორი, მაგრამ გაუდისთან ერთად ორი უმაგრესი არქიტექტორი ყავდა, რომელიც ცოტა ჩრდილში დაკარგული არის, ლუის დომინიკი მონტანერი და ჟოზეფ პუიჩ დე კადაფალკი, ორი გვარები აქვს დედის და მამის. ხო, და მისი ნამუშევარი არის ეს. ამბობენ რომ მოკლედ ამ ხიდის არქიტექტორმა ვიღაც მოკლა და მისი თავის ქალა არის, რომელიც ქვევიდან დამაგრებული რა, იქ მაღლა ნახეთ. ესე იძახიან რომ ამ ხიდის ქვეშ თუ ისე გაივლი რომ იმ თავის ქალას თვალს არ მოაშორებ და თან ჩაიფიქრებს სურვილს აგისრულდება, ეს ერთი ვარიანტი. მეორე ვარიანტი არის ვისაც ხელს მოკიდებ მასთან ერთად მეორედ დაბრუნდები ბარსელონაში. პირადი სურვილები ჩავუთქვით, ქვეყნის კეთილდღეობაზეც ჩავუთქვით. ხო, აქ რეალურად ეხები მართლა ისტორიას, იმიტომ რომ ქალაქის დაარსების ადგილას ვარ, სადაც იდგა ჩვენს წელთაღრიცხვამდე პირველ საუკუნეში იმპერატორ ავგუსტინეს სასახლე. მე სახლში მომაქ რომ ჩემს საძირკველში ჩავდო და პატარა იმპერია დავახმი. ეხლა მე მოვძებნი ძალიან პატარას და ლინეკოს წაუღე, კაი? გაცილებლად. იმიტომ რომ ისევ გულშემატკივრობ მე მაგის სახლის რემონტს ორივეს, მაგრამ ის ძალიან ყოჩაღია. ძველი რომაული იმის ნანგრევებიდან პატარა იმას გამოგიგზავნი, რა ქვია. ქართველები ვინ ჩამოხვალთ ბარსელონაში და ძალიან რა იღებთ ჩემ ტურს? ჩემი ტური რომც არ აიღოთ და მოგინდეთ დაიღოთ. არა, მაინც. თუ ვინმე ჩამოხვალთ, შემეხმიანეთ ისედაც საჩუქრებად მაქვს ხოლმე ხან მუზეუმის ბილეთები და რაღაც მსგავსი კარგი რჩევები და ისე რომ იცოდეთ ძალიან ბიუჯეტურად სუვენირები. სამეფო მოედანია, პლასა დე რეი ესე ქვია, კათედრალის უკან, ძალიან მარტივი ლოკაცია. ეს ბიჭი დაიმახსოვრეთ და უთხარით რომ ვარდისფერწმიანი გოგოს განხართ, ასე ვთქვათ, მეგობრებით, ქართულადაც ლაპარაკობს, კი ბატონო და შეიძლება ძალიან იაფად. სხვათა შორის აქვთ ორიგინალი მაისურები, რომელიც ოფიციალურ მაღაზიასთან შედარებით, ასე ვთქვათ, უფრო ბიუჯეტურია და თან ეს არის, უფლება აქვთ რომ გაყიდონათ. გონი გადავიფიქრე, იმიტომ რომ სულ სხვანაირი ბარსელონა დაგვანახა ზუსტად 3 საათში. და წარმომიდგენია რამდენიმე დღე რო გავატარო, მაგ დროს ალბათ უკვე ჩემი საყვარელი ქალაქიც გახდება. ეს არის უნიკალური სუვენირი, რომელსაც მხოლოდ კატალონიაში შეხვდებით. ითვლება ბარაქის და იღბლის სიმბოლოდ, იმიტომ რომ ამბობენ რომ მე-18 საუკუნეში ამ მეთოდით გაანოყიერა მიწა და მოკლედ საშობაოდ რომ ბეთლემის სცენას აწყობენ ხოლმე, ხომ იცით ევროპაში ბევრგან არის ხოლმე, იქ არის აუცილებელი ატრიბუტი რომ ეს იდოს, იმიტომ რომ ახალმა წელმა მოიტანოს ბარაქა და იღბალი. ცოტა ხანი დასასვენებლად დავსხედით, კეთოთ შემოგვიერთდა. ცოტა ფუნიკოლიორის ვაიბი აქვს აქაურობას. და თამი არის უსაყვარლესი. ბარსელონაში თუ ჩამოხვალთ, ეს სიამოვნება არ უნდა გამოტოვოთ. მართლა სხვანაირად დაგანახებთ აქაურობას და სხვანაირად შეგაყვარებთ. დავემშვიდობეთ თამის, ძალიან კარგი საუბარი გქონდა. წამოვედით წიგნის მაღაზიისკენ და გზად შემოვიარეთ მაჩა სადგურზე. არ მოგეწონა. გოგო, ბალახის გემოაგ. წიგნის მაღაზიაც არის და წიგნის მაღაზიაც. აუ, რამდენნაირია, ნახეთ. ესპანურად, სხვა საკისთვის არის რა. ყველაზე მეტად ჯერჯერობით ეს მომწონს. ძალიან ლამაზია. იმის მიხედვით რომ ჯერ არის 9 საათი, დილის 6-დან ფეხზე ვარ. მე ჯერ კიდევ თბილისის დროზე ვარ და 6 საათზე მეღვიძება და 8-ზე რა თქმა უნდა უკვე მეძინება. გუშინ ნატალიამ გითხრა რომ კვირას დილის 7:30-მდე თუ მიხვალთო საგრადა ფამილიაში შეხვალთ უპრობლემათო. და ჩვენ რა თქმა უნდა მივდივართ 3 ადამიანმა შეძლო დილის 6 საათზე გაღვიძება საგრადას გამო. წესით და რიგით 25 წუთში უნდა გაიღოს კარები. თამის მადლობა ამ რჩევისთვის და საინგლოს გაზიარებისთვის, რომ დილით თუ მოვიდოდით კვირას, უფასოდ შევიდოდით. მე მგონი 900 ადამიანი შედის. წერა ვფიქრობდით მე და ნატალია, რომ წარმოიდგინე რაღაც მომენტში გაუდი რომ ამ ყველაფერს აშენებდა
ფიქრობდა თუ არა რომ გენიოსი იყო და ფიქრობდა თუ არა რომ ასეთი ნიჭიერი იყო და ასეთ გენიალურ რაღაცას აშენებდა და ისტორია შემოუნახავდა შენობას რომელსაც მერე თაობები ნახავდნენ და აღფრთოვანდებოდნენ და ამ დროს რომელიღაცა რენდომ შენობის ავტორი არ ვიცი ხო კონკრეტულად არ მინდა რომ ვიღაცის გაკრიტიკება გამომივიდეს მაგრამ სიტყვაზე გაგვახსენდა Axis Tower-ის ფლობელი რომელიც ისტორიას უნახავს Axis Tower-ს სიგიჟია. Take notes, please. ხო, რაღაცა ისწავლე გამოისეირნე ევროპაში, შეხედე ხალხი რას აკეთებდა რომელ საუკუნეში და შენ რას აკეთებ ასეთ თანამედროვე ეპოქაში. იომ ვეღარ მოითმინა გვშია ესე სამივეს ძალიან დიდი ხანი ვიყავით რიგში დილის 6 საათი ხო დილის 6 საათიდან რო არ გარიყავით ალბათ უფრო დიდხანსაც გავძლებდით რამდენიმე გალობას მოусმინეთ მესხას მოусმინეთ ცოტა ხანი და წამოძეთ ძალიან ლამაზი იყო და თქვენც თუ კვირა დღეს მოხვდებით ბარსელონაში იცოდეთ რომ დილით შეგიძლიათ უფასოდ შემოსვლა უბრალოდ ნუ აი 4 საათი რიგში უნდა იდგეთ მაგრამ ულამაზესია და ღირს და ჩვენ დაგვიბრუნდათ ამი დღესაც ამჯერად თანამედროვე მხარეს დაგვანახებს ბარსელონის და დავიწყეთ ტური სამი უნიკალური არქიტექტორის სახლით, რომელიც ადრე სახლი იყო და ეხლა ორი აქედან არის მუზეუმად გადაქცეული, ხო? ახლა შემოვიდით ერთ-ერთში, რომელსაც ჰქონდა შოკოლადის ქარხანა და დღემდე ცხელ შოკოლადს ყიდიან. ეს არის ჩემი დაქალის ცხელი შოკოლადის შემდეგ ყველაზე გემრიელი საგან შოკოლადი. ეხა გაუდის კონცეფცია რა იყო? გაუდი თვლიდა რომ ღმერთი იყო ყველაზე დიდი არქიტექტორი და ეს ბუნებრივი ფორმები, რაც ბუნებაში არსებობს, მოკლედ იყო იდეალური და საერთოდ თვითონ იძახდა რომ ორი ერთნაირი ფოთოლიც კი არ არსებობს და ადამიანი რატო ცდილობს რაღაცა სწორი ხაზების და პროპორციების დაცვას. ანუ მისთვის ამ სახლში კუთხე არ არსებობს. ანუ კუთხეები არ არის, ყველაფერს აქვს ბუნებრივი ფორმა. კედლებს აქვს მაგალითად ტყავის ფაქტურა, რაღაცა ნახეს მისაღების სივრცის როგორი დაგრეხილი არის, წყლის მორევის იმიტაცია არის და ყველაფერი მოკლედ ბუნებიდან გადმოღებული და ინსპირირებული. იმის გარდა რომ ანუ ძალიან განსხვავებული იყო და ესთეტიურ სიამოვნებას ანიჭებდა ადამიანებს, მაგის გარდა ყველაფერი იყო ფუნქციურად დატვირთული. ანუ მარტო იმისთვის არ იყო რაღაცა ორიგინალური და განსხვავებული. თან წარმოიდგინეთ თქვენ მე-20 საუკუნის დასაწყისი, როცა ეს გემოვნება აქვთ ადამიანებს რაღაცა კონსერვატორული შეხედულებები და მაშინ ააშენებ ამას. ეხლა თანამედროვე ადამიანის მაშიც კი ორიგინალურია და რაღაცა გაოცებას იწვევს, მაგრამ იმდროინდელი წარმოიდგინეთ იმდროინდელი წმენა წარმოდგენები, როცა ძულებს და ჩონჩხებს გამოსახავ, ხო, ეშინოდათ კიდევაც ადამიანებს და ეს ამბობენ რომ ცოტა შორიდან უვლიდნენ. ეს არის კიდევ ერთი ნამუშევარი, საოცარი ნამუშევარი გაუდის. პირველი საცხოვრებელი სახლი, სადაც გაუდიმ დააპროექტა მიწისქვეშა პარკინგი. ასევე გამოიყენა უკვე გამოყენებული მასალა სამყაროს უფრთხილდებოდა და ეს აივნები არის უკვე გამოყენებული მეტალისგან გაკეთებული. აუ, კაც გენიოსი იყო რა. თავიდან საერთოდ რომ ჩამოვედი ბარსელონაში, ძალიან თვალში მომხვდა რომ ბევრი ყიდულობდა ამ ლატარიას. მოკლედ და გავარკვე რომ ყველა ლოტოს ჯიხურში არის უნარშეზღუდული ადამიანი დასაქმებული და ახალგაზრდებიც და მოხუცებიც რო ყიდულობენ, ეს არის ერთგვარი დახმარება მათთვისაც, რომ კარგი ხელფასიც აიღონ და თან საკუთარი ბედის გამოცდა არის. და აი ჩვენი ცნობილი ინფლუენსერი გამოცდის ახლა ბედს. რაღირს? 10 euros. Okay. მილიონი. 5 ევროც რომ მოვიგო გამიხარდები. ვინმე მოუგია? მე არ გამიგია. შენ არ მოგიგია ყოში. არა. 10 ევრო მოვიგე. ამოვიღე, ეხა მე რო ედიქტით ვიყო და დამოკიდებული ჩავაბრუნებდი ისე, მაგრამ არა 10 ევროს ამოვიღე. ადიოს. რა თქმა უნდა, საგრადაზეც მოვისმინეთ ისტორიათ ამისგან და ვფიქრობ ეს ყველაფერი ადგილზე თავად უნდა ნახოთ და თავად უნდა მოისმინოთ, რომ სრულად შეიგრძნოთ ამ ტაძრის სიდიადე და გენიალურობა. ეხლა რა მუზეუმიც არის და მანამდე რა ლეგენდარული შენობებიც იყო, ყველას ის ისტორია აქვს, რომ ყველასთვის ყოფილიყო და მე მაგას ვიძახი, რომ აი ვისაც რაღაც გავლენა ქონდა, ძალაუფლება ქონდა ადამიანებისთვის, ანუ გამოყოფილად ესე პრესტიჟულად რაღაცა ელიტარულად ვიღაცებისთვის არ კეთდებოდა რა, ხო? და თან ის ეგის პერიოდია, როცა აი ეგ რაღაცა კასტა გაბატონებულია და რაღაცა პრივილეგიებს ითხოვს და
პატრიოტი ადამიანები, თავისი ქვეყნის და მოქალაქეების მოყვარული ადამიანები, აი ჩვენც რო ბევრი ყოლია ეგეთი მეცენატი, მართლა ხალხისთვის თანაბრად ხო დიდარსაც და ღარიბსაც, ასე ვთქვათ, ეძლეოდა საშუალება რომ და თან წარმოიდგინეთ, პირობებში იყო ჩადებული, რომ ყველასთვის ყოფილიყო და პრივილეგირებულად არ გამოიყენებინა იმდროინდელ ბურჟუაზიას. ან მერე არ შეეცვალა წესები. კი, მერე არ შეეცვალა წესები. და უცხოელ ინვესტორებზე $5,000 მეღირება კვადრატი, მაშინ გონიოში და კრწანიში და მარტო ბურჟუაზიას რომ ექნება ცხოვრების საშუალება. და სხვათა შორის მაგ წესებს დღევანდელი მთავრობაც ინარჩუნებს. ხალხის უფლებები ძალიან მნიშვნელოვანია დღემდე ბარსელონაში. და არა, მნიშვნელობა ერთი ადამიანის უფლება არის თუ 500-ის თუ მილიონის. ყველასა სითვალისწინებენ ვიღაცებისგან განსხვავებით. მართლა 2 დღეს შეგვაყვარა ბარსელონა და ისეთი hidden gem-ები აღმოგვაჩეინა ბარსელონაში, რასაც მე თვითონაც ესე დასერჩვით დამეზარებოდა და ვერ ვიპოვიდი და მართლა ლოკალივით დაგვათვალიერებინა ბარსელონას ქუჩები. ამით ჩვენი ბარსელონას ვოიაჟი დასრულებულია წელს ყოველ შემთხვევაში, მაგრამ ჩვენ ხელჩაკიდებულებმა გამოვიარეთ გოთიკური ხიდის ქვეშ და კიდევ დავბრუნდებით და კიდევ შევხვდებით თამის, რომელიც ბარსელონის ქართველი ელჩია, რასაც ქვია. მადლობა ვინც ბოლომდე უყურეთ ამ ვლოგს. იმედი მაქვს თქვენთვისაც შემეცნებით იყო და იმედი მაქვს თქვენ შეგაყვარათ თამი ბარსელონა. და გემშვიდობებით, კოცნით ბევრს მიყვარხარ.